მოგესალმებით. დღევანდელი ჩვენი გაკვეთილის თემა არის ბიზანტია და ირანი მე-6 საუკუნეში. მე-6 საუკუნეში ბიზანტიის მმართველი არის იუსტინიანე პირველი, რომლის მმართველობის თარიღი არის 527-565 წლები. ის ძალიან ძლიერი იმპერატორი იყო. მის დროს მან დაისახა მის მმართველობის პერიოდში მიზნად, რომ ძველი რომის ტერიტორია აღედგინა. ჩვენ ვიცით, რომ ბიზანტია აღმოცენდა ორად გაყოფილი რომის, აღმოსავლეთ რომის ნანგრევებზე და ბიზანტიის, ასე ვთქვათ, მთავარი ბიზანტიის მმართველის იუსტინიანე პირველის მთავარი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ძველი რომი მთლიანად ეს ტერიტორია აღედგინა. სწორედ აი ამ პრინციპიდან გამომდინარე, მას მიზნად რაც ჰქონდა დასახული, ის ამბობდა, რომ მის ფრაზა იყო უფრო სწორად, რომ იმპერატორს არასოდეს ძინავს. აქედან გამომდინარე ვასკვნეთ, როგორი ძლიერი და დაუნდობელი, ასე ვთქვათ, მმართველი იქნებოდა, დაპყრობით ომებს აწარმოებდა და მან ფაქტიურად მიზანს თითქმის მიაღწია და დაიპყრო იტალია, დალმაცია, კართაგენი, თითქმის ეს ტერიტორიები, ასე ვთქვათ, დაიბრუნა და ძველი რომის იერსახე დაუბრუნა ძველ ტერიტორიებს. შემდეგ 529 წელს მან დახურა ფილოსოფიური სკოლა, ასევე მან დაარსა აია სოფიას ტაძარი, მოჭრილია იუსტინიანეს ფულის ერთეული, ასევე მის მმართველობის პერიოდში მოხდა ყველაზე მნიშვნელოვანი ის, რომ მან შექმნა კოდექსი, იუსტინიანეს სამართლის კოდექსი, რომელიც შედგებოდა 4 ნაწილისაგან: ინსტიტუციები, დიგესტები, იუსტინიანეს კოდექსი და ნოველები. შემდეგი ამავე პერიოდში, მე-6 საუკუნეში, როდესაც იუსტინიანეს დროს ბიზანტია იყო გაძლიერებული, ამავე პერიოდში მე-6 საუკუნეში, ირანი, სასანიანთა ირანის ძლიერების მწვერვალს აღწევს. სწორედ ამ დროს ირანის მმართველი იყო ხოსრო პირველი, შირვანი. შირვანი ნიშნავს უკვდავს სულს და ძალიან განდიდებული, ასე ვთქვათ, ყველაზე მნიშვნელოვანი მმართველი იყო სწორედ სასანიანთა ირანის მმართველობის პერიოდში, მეფეთა ხანაში, ასე ვთქვათ, ხოსრო პირველის მმართველობა. მან შემოიერთა იემენი, არაბთა ნახევარკუნძული გააფართოვა სამხრეთ-დასავლეთით, ასევე თურქების დახმარებით საბოლოოდ დამარცხა ეფტალიტები 554 წელს. მან, ასე ვთქვათ, გაამყარა ხელისუფლება, გაატარა ძალიან ბევრი რეფორმა, გადაარსა ქალაქები, გაიყვანა გზები და მის სახელს უკავშირდება ნარდის შექმნა, სამხედრო რეფორმა გაატარა და გლეხკანების შექმნა, რომლის მეშვეობითაც დაპყრობით ომებს აწარმოებდა და ფაქტიურად მისი მმართველობის პერიოდშიც გაფართოვდა სასანიანთა ირანის ტერიტორია. მე-6 საუკუნეში ამ ორ მმართველს შორის, იუსტინიანესა და ხოსრო პირველს შორის დაიწყო დაპირისპირება და ეს სწორედ საქართველოს გამო მიმდინარეობდა. 522 წელს სასანიანთა ირანმა გაუქმა ქართლში მეფობა, რაც ვერ განახორციელა მე-5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დროს ირანელებმა და ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში სომხეთში და ალბანეთში მეფობა გაუქმა. ეს კი განახორციელეს ვახტანგის მეფობის შემდეგ. დაჩის შემდეგ 522 წელს ქართლში მეფობა გააუქმეს და ისინი ნიშნავენ თავიანთ მოხელეს, ირანი ნიშნავს თავიანთ მოხელეს საქართველოში მარზპანს. ხოლო დასავლეთ საქართველოში მეტოქეობას უწევდა, ასე ვთქვათ, ერთმანეთს ირანი და ბიზანტია და აქ კიდევ გაუქმდება მეფობა. კერძოდ, სანამ მეფობა გაუქმდება, ეს პროცესი წარიმართა 20 წლის განმავლობაში. 542-562 წელი, დიდი ომიანობა ეგრისშია. ამ სახელით არის ცნობილი ისტორიაში ეს მოვლენა, რომელიც მიმდინარეობდა 20 წელი, 542-562. ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ მიზნად დაისახეს დასავლეთის, ასე ვთქვათ, დამორჩილებაც და მეფობის გაუქმება. ამ პერიოდში ეგრისის მეფე იყო გუბაზი და გუბაზი გადაიხარა ირანელებისაკენ
გარკვეული დროის განმავლობაში, თუმცა შემდეგ შეიცვალა მიზანი და ბიზანტიის მხარე აირჩია, რადგან ქრისტიანული სახელმწიფო არის და საერთო რელიგია ჰქონდა და 542 წლიდან 62 წლამდე დაწყებული ეს პროცესი დასრულდა ბიზანტიელებისა და ირანელების, ასე ვთქვათ, საზავო ხელშეკრულებით, რომელიც დასრულდა და წარიმართა შემდეგი მოვლენით, როდესაც ბიზანტიელებმა განახორციელეს გუბაზის მკვლელობა. გუბაზის მკვლელობის შემდეგ გამოდის ორი რიტორიკოსი, აიეტი და ფარტაძი, რომლებიც აირჩევენ ასე ვთქვათ, თავიანთ მოსაზრებებიდან გამომდინარე აირჩევენ ფარტაზის მოსაზრებას, რომ ფიქრობენ, რომ დასაჯონ მხოლოდ გუბაზის მკვლელი და ისევ დარჩნენ ბიზანტიის მხარეზე, ხოლო აიეტი ფიქრობდა და მისი მოსაზრება იყო, რომ გადასულიყვნენ ირანელების მხარეზე, რადგან უღალატეს და მეფე მოუკლეს. აირჩიეს ისევ ბიზანტიის მხარე და დასაჯეს მკვლელები. ანუ ეს ბოლოს დასრულდა ესეთი დარასავით, ეს ორი სახელმწიფო შორის დაპირისპირება, კერძოდ საქართველო გაიყვეს ორ ნაწილად, დასავლეთ საქართველოს მართავდა ბიზანტია, რომელმაც გამოაგზავნა თავიანთი მოხელე ერისთავი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მართავდა ირანი, რომელმაც მეფობა გაუქმა სულ პირველად საქართველოში და დანიშნეს თავიანთი მოხელე მარზბანი.